ამ ვიდეოში ვიმოგზავრებთ სამხრეთ იტალიის გამორჩეულ ადგილებში, მაგრამ ყველაფერი ისე არ დაიწყო როგორც გეგმავდით. ჩაფრენისთანავე საერთაშორისო მართვის მოწვევის გარეშე მანქანის გაქირავებაზე უარი გითხრეს და კინაღამ მთელი მოგზაურობა უმანქანოდ დავრჩით. არაო ძმაო, ინტერნეიშნალი გინდაო. მოკლედ არ კეთდება რა. ბევრი წვალების შემდეგ მანქანას ვიქირავთ და მოვინახულებთ ოსტუნის თეთრ ქუჩებს. ზღაპრულ ალბერო ბელოს თავისი უნიკალური ტრულის სახლებით, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და იტალიაში ყველაზე ძველ ქალაქს მატერას, სადაც 9000 წლის წინათ ცხოვრობდნენ, ალბათ ყველაზე გემრიელ პიცას გავსინჯავთ რაველოში. პოზიტანოში მოპედით ლამის ავილეწებით. ლიკას დაბადების დღეს აღნიშნავთ ამალფის სანაპიროზე და ბოლო ტურის დროს კი კატერი დაგვეჯახება. არ ვიცი რა. ვერ დაგვისვენია წყნარით მოკლედ. ხო და ბოლოს ნამდვილ იტალიურ cooking class-ში ვისწავლით ნიოკისა და სხვა ტრადიციული იტალიური კერძების მომზადებას. ეს არის ჩვენი სამხრეთ იტალიური თავგადასავალი, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. წავედით. აქ რა თქმა უნდა, ყოველთვის ესე რიგი გვაქვს. თან პატარა არა. აქ ესეთი წვიმიანი ამინდია. ეხლა იქ წვიმას არ ვართ. ქალბატონი ლიკა იღებს TikTok-ებს და Instagram-ებს. წამოვშო, გადმოერთე უკვე YouTube-ზე ქალბატონი ლიკა. მე ჯერჯერობით მარტო TikTok-ი და Instagram. კაი ამინც იქ თუ არა? იქ ძალიან მაგარი ამინდები დაგვხდა. ერთი ეგრე არ ყოფილა? კვირდები. აბა, წავედით. მშვიდობიანი ფრენა გვისურვებთ. Let's go. Let's go. ლიკა, რა მეყვარს ექსის შიზომა. კაშალეს ეხითა ვიზერში მithumetes. ჩვენი საბოლოო დანიშნულება ჯერჯერობით არის ბარის, მაგრამ ბარის მერე რაც მაქვს მე დაგეგმილი. ეგ იქნება რაც იქნება. ამიტომ დარჩით ვიდეოში ძალიან ლამაზი და კარგი სახალხო კონტენტი გელოდებით. მაგრამ აქამდე დაასტოპეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ სანდროს გვერდი და მე გააგზავნეთ ჩვენი ყურადღება. მარტო ჩემი გვერდია, აბა ლიკას გარაჟი. ჯერ სანდროს იქვია და მაშინ დააწერა სანდროს and ლიკას გარაჟი. წავედით შო რა. დავიძინეთ. ლიკა რა კარგი ამინდი გქონია. მოგითხარ. ჩვენერი ამინდია. საბოლოო დანიშნულება ბარი კი ვთქვით, მაგრამ ეხლა რომში ჩამოვედით. მანქანა უნდა ავიღოთ და დაждები საჭირს. უნდა დავიძინო კიდე. ხო გეძინა, მთელი გზა გეძინა. კაი, მე დავждები, არა პრობლემა. ჩამოვედით მოკლედ მედალიკა რომში და მივედი მანქანის ასაღებად. ევროპკარზე მქონდა დაჯავშნილი ჩვენი კაი მანქანა 1100 ევროში, მე მგონი 1070 ევროში და ვაძლევ ხა ჩემ მართვის მოწმობას და ეს არაო ზბაო ინტერნეიშნალიო და ინტერნეიშნალი მეთქი რავი ჯორჯიან ნო მეთქი არაო ზბაო ინტერნეიშნალი გინდაო. გადავრეკე გადმოვრეკე მეთქი იქნება რამენარად გაკეთდეს, მივიდეს და ჩემი ან მინდობილობით იმით ამით გააკეთოს და მოკლედ არ კეთდება რა. იმათმა დამოვარეს, რეფუნდი გამიკეთეს და წავედი იმის მერე კიდე 4 კომპანიაში და არც ერთმა არ მომცა ეგრე. ბოლოს ერთ კომპანიასთან მივედი, ჯერ 3 მივედი მანქანამდე, მაგრამ ვინერვიულა, მეთქი დაგეგმილი 2 კვირიანი ტური რაღაცა ხო უნდა ვქნათ, მეთქი მანქანა ხო უნდა ყავს, ავტობუსით ხო არ ვიმოძრავებ და ერთმა კარგმა კომპანიამ აი ეს მანქანა, ჩვენი Peugeot გაგვიჩითა 1400 ევრო მეთქა, თან მანუალია, თან ჰიბრიდია და მეთქი 1000 თუ მაძლევ, აქაც დაუწყე, 1000 თუ მაძლევ, ვყიდულობ მეთქი ვქირავებ რა. 1000-იო ვერაო მოეცა დავფიქრდებიო რა, შევხედავ გადარეკა, გადმორეკა და საბოლოოდ მოკლედ 1100 ევროში თავის დაზღვევით, თავის ყველაფერი 2026 წლიანია, 1000 კილომეტრი აქვს უგარბენი და ეხლა ლიზბი ჩავატივოთ რაღაცეები და მოვახტებით უკვე გავაგზავნებთ გზას. წამო. ესეც ჩვენი ბენზინის ფასი. რამდენი გამოდის? 2 ევრო და 4 ღირს ბენზინი. და ჩვენ ვართ უკვე ბარში. კი ბატონო. რომიდან წამოვედით ბარში ეგრევე, ესეც ჩვენი ჯიგარი მანქანა, რომელიც მაგარსდარბის გზაზე. მარტო გზაში გადავიხადეთ რამდენი ლიკა? 40 ევრო, ხო? არც რაღაც 50 ევრო მარტო აი გზის გამოყენებაში, ავტობანის გამოყენებაში გადავიხადეთ. ბენზინი ჩავასხე 100 ევროსი, დაწვა დაახლოებით 6 ლიტრი და ჩამოვსისინდით, ჩამოვედით
აი ესეთი გზები არის. ეხლა უნდა ავიდეთ, ეს არის ჩვენი სასტუმრო წითელი. და დაგეთვალიერებინებთ ნომერს, რაც ეს არის ჩვენი სულ პირველი გაჩერება. წავედით ეხლა მოკლედ სასტუმროში. ეს კი ჩვენი აბაზანაა, რომელიც ძალიან გრძელია. მოკლედ დავიძინებთ რა მეგობრებო. რა გინდა, თავარია კარგ ლოკაციაზე ვიყოთ, მაგრამ ვარც თუ არა ეგეც არის. 300 რაღაც ევრო 3 ღამე. იმენა ელიავაზე ვარ დაშილებში. ეს ეხა ცენტრში ვარ? ეს რა ჯანდაბა. ვაუ, კაი დავისვენებთ ეხლა და დაგიბრუნდებით. ეხლა მივდივართ ერთ ადგილას, სადაც ვისაუზმებთ, ასე ვთქვათ, ფოკაჩას. ზღვაზე არ გავისერნოთ? ხო და ავიღოთ და მერე ზღვაზე გავიდეთ და იქ ძალიან კაი ამინდია, ოღონდ დაცხა მე მგონი, მაგრამ და ეხლა უყურეთ რა უნდა განახოთ, ვინც იცით მე მყავს მოტო, ტრიუმფ 900 ტაიგერი და ადვენჩერია რა და ძალიან მევასება ზოგადად ტრიუმფი და აი ეს მოდელი რომელიც ეხლა ვნახე, ძალიან მაგარია, მოგწონს ლიგა? აი შენ არის მოტო, კაი მოვიცე განახო. აი ეს მოდელია რომელიც ყოველთვის მევასებოდა რა. შეხედეთ უბრალოდ რა მაგარ ვიძეა. გინდა ქალაქში არე, გინდა მთაში რა, ჭაში რა, თუშეთში, სადაც გაგისწორდება იქ წადი ნახე რა ამორტიზატორები აქვს წინში. და ძალიან ვიძეა რა. დააპაუზეთ ეს ვიდეო და აბა დაწერეთ ვის მოგწონთ ეს მოტო. Scrambler 1200-ია და ვაფშე ახალია თან. მე ძალიან მევასება რა. მოკლედ ოფიციალურად შევუდექით გზას. აბა ესეთი მაზერატი ვისყავს ნანახი. რა ფურგონია, პაპის მანქანა, პაპის. აუ რა მახინჯია ეს რა. რატო გააფუჭეს ეს მანქანა? რატო დაამახინჯეს? რა უდოდათ? აი ამისთვის შესაძფერისია კი ბატონო. რა მხილაა ჩ. იტალიელ ბაბუებს მაცამინებენ ბოლოს ხო ვიცი იმენა. ყველა გავლაზე ლეგასთან ბელისიმო ეს და იყურებიან. მაგარი ბაბნიკი ბაბუები ყავთ. არ მინდა წოდვა ავიგიდო. ეს არის ბარიში ქუჩა სადაც ეს მაკარონს ეგრევე ხელით აკეთებენ გარეთვე. შეიძლება მობრძანდე და იყიდო. ლეგა ერთი მაკარონი მომი. აი ესეთი საყვარელი ბებოები ეგრევე გარეთ მუშაობენ. ისე სხვათა შორის ძალიან ლამაზი ქუჩებია ბარში და აი კედლები ძალიან ლამაზად არის მოხატული რა და აი თქვენ ასე თქვით მეგობრებო აბა ბარზე მეგობრებო ყველგან ეს გოგო რატო პოულობს სამ მაღაზიას ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ თან ნახე რა ბედნიერია იმიტომ რომ ერთსული აქ შევიდეს და მაწვალოს რა ეს არის გოგოების ტრადიცია მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არაფერი მჭირდებოდეს მაინც უნდა შევიდე და ჩემი გული გავახარო ხო არის ღირსი ხა წაიყვანო ელიავას დაშლებში და შეიყვანო იქ და იდგეს ესე და მელოდოს ელიავას დაშლებში რა ეგრე გელოდები მე რა ზურხლები შეგინ რა ხდება გიყიდი რამე კი მედი აბა კარგად იყავთ ამას უნდა ჩაურთო ხა Fort Boyard-ის სიმღერა რომ აქედან გამოვიდეს ტუნ 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 წამოდი ხა წამოდი ჰა მე ორ სართულიც ქონია სამშობლო ძაღლებს. შო, ლიკა ბედნიერია. აბა ეხა თუ მივიღებ ყავას ნახ. ყავის დალევის შემდეგ მანქანაში და გამოვეშურებთ ბარიდან 1 საათში. ასეთ პატარა კუსკუსა ლამაზ ქალაქში, რომელსაც ქვია ყოსტუნი. ეს არის ტომი. აუ ჩემია. ვასილიჩ. რა იხუბრა. ესეთი ლამაზი ქალაქია, პატარა კუსკუსა. დათვალიერების პროცესში ვარ და მიდი რა კიდე კუსკუსა არის რა კიდე. ეხა შენ მოგინა შენ ეხა დავა გადაფაროზმა. მაგრამ ლამაზი ქალაქია ვარშლატო. ეს ნაღდი პიცაა? ჩემეც ვანახე, ჩემეც აქ არის მეგობრებო, ხუცით. კიო. ასექსუალური. კიო, როგორ მოგწონს აბა ოსტუნი გითხრა? კარგი იქნება, ეგრე გავს. ჯერა შევსულვართ და მაგრამ ყველა ქალაქი ჯერჯერობით ესენი ერთმანეთს გავს. იტალიური ქალაქები ერთმანეთს გავს, როგორც ჩრდილოევროპული და ცენტრალუროპული ქალაქები ერთმანეთს გავს, ბევრი სტილისტიკა დაცულია. ისე ეს ბევრად დიპლომატია, ჩემზე 10 წლის დიდია და გადმოცემის უნარი სერიოზულად დამუშავებული აქვს. მოდი შენ წაიყვანე საერთოდ ვიდეო. მე ვაკარებს ვიხედავ. იო იქნება მოგზაურობის პროდიუსერი. მოგზაურობის მიმართულებით ჩემი ძმა იქნება. მაგარი სიცხეა. მაგარი დააჭირა ისე და თან აღმართებში მივიდივართ და პატარა ენერგია გჭირდება.
მოდით გავსინჯოთ ცნობილი ლიმონის და ლიმონჩელოს ნაყენი. ძალიან გემრიელია, თან ლიმონში არის მოთავსებული. ქვემოთ არის მჟავე ჩვენი მეგობარია ძმა უნდა და გამოჩნდა რა ვინარა. და აბა ეს არის ტკვილი. აი ნახე ეს მიეყოლა. ეს არის მჟავე. ქვემოთ. ეუ, სიცხეში მისწრება ხო? ჩვენ გადმოვინაცვლეთ ქალაქში ალბერობელო, ბარიდან არის დაახლოებით 50 კილომეტრში და აქ გვხვდება ასეთი ლამაზი სახლები, რომელსაც ქვია ტრულები და ეს არის ძველი იტალიური ქვით ნაშენი სახლი, რომელსაც პრაქტიკულად ცემენტი არ აქვს რა. უბრალოდ ერთმანეთზე დადებულია ეს ქვები, როგორც მაგალითად თუშეთში, როგორც სვანეთში დალაგებული არის ერთმანეთზე ქვები, ეგრე არის აქაც რა. და დაჟე ლეგენდაც არსებობს, რომ ამას იმიტომ აკეთებდნენ და ესე მარტივად იმიტომ აწყობდნენ, რომ გადასახადებისთვის თავი აერდებინათ და რამე რო ყოფილიყო დაეშალათ ისევ ეგრევე და გადასულიყვნენ აქედან. რა ეგ ლეგენდა არის, ეგ არ ვიცი რამდენად არის სწორი, მაგრამ ინტერნეტში ეგ მოვიძიეთ. ისე ძალიან ლამაზი, ისეთი კოხტა პატარ-პატარა. ფორმა რატო აქვს ახლა? ესეთი ფორმა რატო აქვს, მე არ ვიცი, ეგ უკვე შენობას ვხეკავ ბატონო ლიკა. მე დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ როგორც გავიგე, ავი თვალისგან დასაცავად გაუკეთეს ასეთი ფორმა საფუძვლებს. წვეტი რატო იცავს ავი თვალისგან? ნუ რა ვიცი, მეგობარო, ესეც ლეგენდაა რა. გინდა იჯერა, გინდა რა, მეკითხა. ანუ ლეგენდებში ვარ ხოჩი. მოკლედ ბარისთან ახლოს ოსტუნიც მოვინახულეთ და შემდეგ წავედით ქალაქში, რომელსაც ძლივს ვიძახით, რა ქვია? ალბერობელოში. ალბეროში წავედით და ეხლა მივდივართ ქალაქში, რომელიც იტალიაში ითვლება ყველაზე ძველ ქალაქად და ასევე ევროპაშიც ერთ-ერთი ძველი ქალაქი. ყველაზე ძველი ქალაქია. ამიტომ მივიდეთ და ვნახოთ აბა რა სიძველეები და გვხდება და დაახლოებით 9000 წლის. მოკლედ წავედით რა და ვნახოთ ჩვენი მატერა. ყველაზე ძველი ქალაქი იტალიაში. ჩამოვედით მეგობრებო იტალიის ყველაზე უძველეს ქალაქში მატერაში და ესეც ჩვენი ფიტ ჩეკი. მოკლედ უკვე იგრძნობა სიძველეები, ამინდი ძალიან კაია. ოღონდ ჯერ არ ვართ იმ ადგილას, სადაც იშლება ეგ უძველესი ხედი. აი ამ კაცის კეფაც დავინახეთ მეგობრებო, უძველესი კეფა. ერთი რაც მომეწონა ძალიან, დღეს ძალიან მაგრად ცხელა და ბარიში და აქ კაი სიგრილეა რა, შვენიერი სიგრილეა და კარგი ნიავია აირო. ნუ, წამოხაბად დავთქვეთ რა შენობები არის და როგორ შენობებია და თან განახებთ ეს კაცი როგორ ტლიკავს ნაყინს ერთი წამით იმენა გვიყურებდა და აი ესე ჩაწერა ჩვენთან ერთად ვიდეო მეგობრებო, აი არ ვიცი თუ ვინ არის, მაგრამ კარგად ჩაჯდა რა, გავაგზავნეთ გზა. შეხედე რაღაც კაბადოკიის ის წამოიღო ეგრევე მოგონებები. ნახე რა ლამაზია. შეხედე რა სილამაზია. აი ეს არის 9000 წლის ისტორიის მქონე ქალაქი. კაბადოკიას გოს მაგრა რა გახსოვს? კი, მაგის ვაიბი წამოიღო და ჩემი აზრით საღამოს იქნება ულამაზესი, როცა განათდება და თან მზის ჩასვლისას სასწაული იქნება ალბათ. ეს უკვე მომწონს, ეს უკვე სხვანაირ შეგრძნებებს იწვევს ჩვენში. ეს არ არის მარტო სილამაზე, ეს არ არის მარტო რაღაც რო დაინახავ და ლამაზია. ეს არის მთელი ისტორია. წარმოიდგინეთ 9000 წლის არის. ნეუნოვა მზის ჩასვლაც იწყება და ძალიან მაგარი ხედები გველოდება მალე, ამიტომ დაელოდეთ კადრებს. ჩემი წვალებაც იწყება, რადგან ფოტოების გადაღება მომწონს. არ მინდა დღეს არ გაწვავ, წინ გვაქვს რა, პოზიტანო, სორენტო, კაპრი, რომი, ტოსკანა, ამიტომ დღეს გასვენა. ამიტომ გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი გვერდი, დარჩით ვიდეოში და პაუზეთ, დაგვიწერეთ
კომენტარებში და დააშერეთ, დააპაუზეთ, დაგვიწერეთ ყველაფერი და გითხარით როგორ მოგეწონათ მატერა, შეგიძლიათ დაუგლოთ კიდეც და შეხედოთ იდეაში ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი, ძალიან უცხო ქალაქი არა. ჩვენ კი ვაგრძელებთ გზას და გათვალიერებინებთ უფრო და უფრო მეტს. აი მეგობრებო, გადმოვედით მეორე მხარეს და საიდანაც ვიღებდით არის, აი სულ ზევით. იქიდან დავიძარით, ქვევით გადმოვიარეთ ეს გზა მოუყვება ესეთი და აქ ნახე როგორი მდინარეც ყოფილა და ეს ნაქალაქები. ზევით არის კიდევ ეკლესია, სადაც უნდა ავიდეთ და ისიც მოვინახოთ. ეს გვიტყვით. ეკას სიტყვები აღარ ყოფნის მეგობრებო. ცოტა დაიღალა გადმოსვლისას, მაგრამ წყალი გვინდა ახლა. ლეკა თურმენცი ახლა წავიკითხე მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ძალიან სიღარიბე და თურმე იტალიის სირცხვილსაც კი უწოდებდნენ მატერას იმდენად გაუსაძღსი და ცუდი იყო აქ ცხოვრება. მაგრამ მე იუნესკომ რო დაითრია აქაურობა 1993-ში ხო? აი გარვიცი რამდენი იყოს ხო იუნესკო რომ მოვიდა აქ და ვაღიარეს რომ ეს არ არის ესეთი მისაწვდომელი ადგილი. ის მე შეუბერეს და ესეთი ლამაზი ტურისტული და სანახაობრივი ისტორიული რაც თავარია ადგილი გადაარჩინეს და აქ არავინ არ ცხოვრობს რა, უმეტესობა არის სასტუმროდ გადაქცეული და ინტერნეტში კიდე ეწერა რომ ხშირად აი გზაზე რაზეც დადიხარ არის ძველი ნასახლარის სახურავი თურმე რა. ეს ეკლესია კიდე ადრე ბერები მოვიდნენ, ბერები ცხოვრობდნენ აქ და იმათ მააშენეს. იმენ ქვაშია ყველა სახლი გაკეთებული, აი კლდის ქვებში არის გაკეთებული იქით, ვარძიას გავს მაგრად რა. ვარძის სტილის არის და აქ უკვე მე ალბათ რაც განვითარდა ხალხი და ესეთი სახლები ააშენეს. ახლა როგორ ისვენებს ქალბატონ ლიკა. უკიქინებს ხო მანდ, მაგრამ ნიავი. ახლა ყველა ტელეფონებში. მოკლედ რაც უფრო მეც დადიხარ, უფრო ლამაზი ადგილები ჩნდება. ახლა ქვევით ჩამოვედით და აქეთ ნახეთ რა სილამაზეა. ესე ჩადიხარ ალბათ ქვევით მდინარეზე. აი ხიდი ქვევით, გადასასვლელი ხიდი. ამ ხიდით გადადიხარ, მაგრამ ესე ბილიქს მიუყვები და ადიხარ ზევით. იქიდანაც მაგარი ხედი იქნება ეს. მაგრამ ალბათ ეხლა დაღამბობამდე ვეღარ მოვასწრებ. შემდეგ ჩამოსვლაზე რომელიც ალბათ აღარ იქნება. ამიტომ ის ჩამოხვალ ცოტა ადრე ჩავანდით, რომ იქით ამ ხარშიც გადახვიდეთ. აი არიან ასულები. როგორც ვიცი ძალიან ლამაზია, ამბობენ იქით ამ ხრიდან. აჰა, ზღვა, მოვტასავთ ჩვენთვის. იყო ეგრე. არა ქართული ხალხი შეხვდა. შემოგვიტყო ეს რესტორანში, აი ყველაზე კაი პიცაა და ნახოთ. ამას გაიგებს 9 მილიონი ადამიანი. TikTok-ზე ხარ? ხო, TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე რა. ადნა კლასიკაში ყველა. ადნა კლასიკა არსებობს? ეს არ მომეწონა. აი ამ კარგმა კაცმა გვიცნო. გამარჯობა. როგორი ამინდები აქვს? აქ ძალიან. ცოტა ხანში ხომ აგრა დაცხება. ქვევით კაი სიგრილი იყო. ზერო ჩავა აღარ დაცხება, მაგრამ ეხლა მოვა საუკეთესო პიცა. ესეც ჩვენი ნაკები პიცა. აბა ნახოთ როგორია. ლიკა, დიაოლა იღე? მე უკვე ვჭრე. ნახოთ აბა. ხანაო, ნახტება ლიკა. აუ მაგარი. აბა გავცვალოთ ხოლმე ლიკა. ნახე, მე რა ვქნა მაჭერს ვაცდა და აბა ახლა ვარ. მოკლედ მეგობრებო, ძალიან გემრიელი იყო მართლა ყველაფერი. ქართველები ბიჭი ცუც ხო არ გიჩეს. დაგვინახა ეგრე. მოდ სად მიდიხარ. მედალიკა კი ეხლა ვიწყებთ და ახლა გელოდებათ ყველაზე მაგარი კონტენტები. ისეთ ადგილას მივდივართ. პირველი გაჩერება ხვალიდან დაიწყება და იქნება რაველო. აბა, ხვალ გიბრუნდებით. სამ დღეში it's my birthday. ლიგას დავატების დღე არის სამ დღეში და ხდება 20 და რამდენი წელს აბა დაწერეთ კომენტარებში და რაც შეეხება მატერას, ყველას გიჩვენოთ რომ ჩამოხვიდეთ, ნახოთ ეს სიძველე, ეს ისტორია და მე აუცილებლად ამ რესტორანში შემოხვიდეთ, ეხლავე დავდებთ ვიდეოს რომელიც ძალიან კაი ატმოსფერო და გარემო. ბოლოს კიდე არ ჩავშვით, ფისტის ნაყინი იყო იმენა რაღაც პეპერონის სუნელი ქონდა ძირში. ხრაშუნა და ძალიან გემრიელი იყო. აი, უცხო გემოები, ვისაც გიყვართ და ტექსტურები ძალიან მოგეწონებათ. კაი ლამაზებო, აბა, ხვალ გიბრუნდებით.
შიბერტი. სანდროს პიცავეები ყავს მანუელოდებით. ჩვენ დილაც გათენდა გამოვიძინეთ, ეხლა არის 7 საათი და გეზი გვაქვს აღებული რაველოსკენ. ეხლა არის დაახლოებით 350 კილომეტრი და 4 საათის გზა რა. შევუყვებით ნელ-ნელა და უკვე რაველოდან გიბრუნდებით. აი მეგობრებო, ყოველთვის გზაში ასეთ გასასვლელებში, ბორდერებში გადიხართ და მიხდით თანხას ავტობანის საფასურს. ამიტომ ევროპაში ბენზინთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ არის ძალიან ბევრი გზის გადასახადიც თუ სადმე წახვალთ, თუნდაც თბილისიდან ევროპისკენ. მარტო იტალიაში არა, ძალიან ბევრ ქვეყანაშია, საბერძნეთშიც არის, თურქეთშიც არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამასობაში დაგვჭა რამდენი? 41 წუთი და 27 კილომეტრი. მალე უკვე იქა ვართ რა, არალიკო. ლიკა, მოდი ნახე რა ლამაზია, ამას შეხედე. ამას შეხედე, გზაში გავჩერდით და რა სილამაზეა. რა სილამაზე და რა სიწყნარია, ამას შეხედეთ. ვეშვებით უკვე რაველოში 4 წუთი დაგვჭა და აიხანია უკვე 20 წუთია ძალიან ვიწრო მოხეული გზა, ნუ ამოვედით რა პერივალივით არის და ეხლა ვეშვებით დაბლა და ამას უყურეთ რა ხედია აქედანაც. წამეთ ძალიან ლამაზია, აი ულამაზესია აქაურობა. და ეს რაველო არის თან რაველო ჯერ დასაწყისია როგორც ვიცი და პოზიტანო და იქით და იქით კიდე ვაიმე. ასეთი ვიწრო გზებია რა. მოკლედ ჩამოვედით რაველოში და ეს უკვე სხვა საქმეა, სხვა სამყაროა. აი გახედეთ უბრალოდ როგორ არის გაშენებული ამ მთაზე ეს სახლები დონეებად და ეს კიდე დიდად არაფერია, წინ რაც გვეულდება დღეს, ძალიან ლამაზ ადგილებს ვნახავთ, რა თქმა უნდა თქვენც განახებთ, მაგრამ ახლა რა ძალიან გვშია და ეხლა წავიდეთ როგორც ამბობენ ამ ოფისზე ყველაზე გემრიელი პიცის საჭმელად, რომელიც 25 წუთში გაიხსნება, მანამდე კი გავისეირებთ. უნდა დაგიბრუნდეთ პიცით ხელში. ლიკამ მოგვიყვანა რესტორანში ჯერჯერობით დაკეტილია 15 წუთში იღება და აი აქ უნდა ვჭამოთ პიცა და ამას შეხედეთ რა ხედზე უნდა დავждეთ, ანუ ეს ცოტა არ იყოს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, როგორ ადგილას არის აშენებული და როგორ მთაზე და კლდეზე ეს სახლები რა. მოიტანონ ახლა ჩვენი პიცა აღარ შემიძლია, მეგობრებო, აღარ შემიძლია. ხობს რატომ მოუტანა? პირველი ჩვენ შემოვედით, ძალიან კაი ვიძე კი არის, რასაც უყურებ. ტრუფელის პიცა მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ მიყვარს. უბრალოდ შურის თვალით უყურებ პიცა რა უდევს, მალე მოგვიტანეთ. საღამოს ნეტა როგორი არის? განათებული ლამაზი იქნება წესით დღეს ვიხილავთ. Tosene va. აუი მენასასწაულია მეგობრებო. აქ უნდა ჩამოხვიდეთ უოჭვარი ამის გამო. მეგობრებო, სიავრული გვიჭირს, მაგრამ არ დავნებდით ბოლომდე ივენამ დედა უტირეთ იმ პიცას და ძალიან სერიოზული იყო, მართლა ძალიან გემრიელი იყო, აი დაიმახსოვრეთ ეს ადგილი, ეს ხე და ამ რესტორნის სახელი. ამ ხეთ მოვაკითხე. წავედით ახლა exploring Ravelo. ეს ძალიან გიჟობა ადგილია ძმაო. ეს ხომ მოდიხარ. ამას გადაწევთ.
კინოში გეგონება თავი ბიჭო. ჭამის მერე იქით ამხარეს ხო შეირნობდით და მეთქი რავი რა, იქით ამხარე ძალიან ლამაზია, მაგარია, მაგრამ მეტი რაღა უნდა იყოს ხო და ეხლა მეორე მხარეს გამოვედით და ამას შეხედეთ. გიჟები არიან ძმა. ამას შეხედეთ, ამ სილამაზეს შეხედეთ. მოკლედ მეგობრებო, რაველოც კაი ძველი ქალაქია. დაახლოებით მე-5 საუკუნის და ინტერნეტში ვნახავდი მეთქი რატო არა ეს ეკლდეზე ზევით სახლები რატო არ არის მაგალითად ქვევით ძირითადად და ჯერ ისეთი სანაპირო ზოლი არ აქვს და მე კიდე მეკობრეებისგან თავდასხმები რო აერდებინა ხალხს ესე ზევით წამოვიდნენ რა ეკლდეებზე ცხოვრება დაიწყეს რომ მეკობრეები რომ მოდიოდნენ და აოხრებდნენ აქაურობას სიწყანაში ცხოვრება შეძლებოდათ ამიტომაც ესე ზევით გამოიხიზნა ეს ხალხი და გადმოსახლდა უფრო სიმაღლეზე რაც შეეხება სახლებს აქაც ესეთი ქვის სახლებია რა თქმა უნდა და ერთი სტილი აქვს შენარჩუნებული რაც ყველაზე მეტად მომწონს რა თქვენას გვეტყვით და სიმწვანე და ხედები არის ულამაზესი თან ჯერ კიდე როგორც გითხარი ეს არაფერია და ვილარუხოს და ვილოჩიმბრონოს რო ვნახავთ ეგ არის რაც არის კაი ოკეი ხო აღარ ჩერდება სულ სიახლეები და სიახლეები გვაქვს ამიტომ მე მოკლედ სანამ წამოვიდოდით ხო ყველაფერი გადავქექე და ვიცი რასაც უნდა ველოდო და რაც ველოდება წინ და სანდრო ნუ არ იცის ყოველი კუთხით ისე იხიბრება ანუ რა თქმა უნდა მეც მაგრამ სანდრო აი ყველაფერს უყურებს და მე იმას ველოდები რომ აი იქ რო წავალ და სტოინი ხარ ეს ასე არ მომეწონა ნახი მაგ ინტერნეტში ინტერნეტში ნახე მომისმენთ ხედი და რო ვიცი რომ იმის იქით ძალიან მაგარ ხედს ველოდები ბარემ იქ გადავიდი მე რაღაც ველოდები ამას გახებ მოკლედ მოვედით და ცოტა კიბეების აუწევს სანდროს არა მართლა ცოტა უწევს აი იქით ზემოთ არის მაგრამ მაინც უწუნებს რა თქმა უნდა ამობრძანდით ბატონო სანდრო ოპა 1 2 ხო თქვი ვარჯიში მომენატრაო ხო და ვარჯიშო კარგი ხარ კარგი ხარ მეგობრებო ლიგამ წვერი გამაპარსინა ჩამმაცვა მომიყვანა არა ქვია მაგის ვილა რუფო ლამაზესი ადგილია მართლა თან კერძოა ხო ოჯახი საშენებული არის მე-13 საუკუნეში მგონი კადრებსაც დაგათვალიერებინათ, მაგრამ ჯერ შეაფასეთ აბა ქალბატონი კლავბატა და ბატონი სამი. ეხლა შემოვედით ეს მეორე ვილა არის ხო? ვილა ჩიმბრონე ალბრეგოში და აქ არის ქორწილი რა და რო შევოდიოდით ქორწილში ხარ თოლიკას კეთილ და ამან არა უპასუხა იგო იმან მე მეთქი კი ქორწილში ვარ შემოვედით და ხო შევიდეთ შუა იტალიურ ქორწილში ვფიქრობთ რა აგერ რავი დადიან პიჯაკებით იმით ამით და ვერ შევარდებით თუ რა სიძე რომელია სიძე წამოვერთ იტალიურ სუფრაზე და ვზეთ Cella luna da stanale alla ninna nanare. Ვიტო მოწოვრ მოგერანი ასა. აი მეგობრებო, ასეთი ქორწილი გვაქვს, მაგრამ გვერდება შეპარვა. თო ვიღაცას ვიცნობ თორსა. ვიშე რას მიხდება? ეხლა ის გოგოები რო ყოფილიყო ის შეგვიყვან. ხო რას გოგოები და ბიჭები. ამათამართვა. ვინ მოვა და ვინ კითხავს თქვენ ვისახეთ. ისე აქ ქორწილი კაი იქნებოდა, ჰა? მოკლედ ჩემო მეგობრებო, რაველო აღმოჩნდა საოცრება რა. მე ხსა ინტერნეტში რაღაცები ნახე მქონდა, მაგრამ დეტალურად არა და აი ძალიან მაგარი ადგილი არის რა. ყველას გირჩევთ რომ აი გინდა მეუღლესთან ერთად, გინდა მეგობართან ერთად, შეყვარებულთან ერთად რა ვიცი, ჩამოხვიდეთ, მოინახულოთ, დაისვენოთ, აი ძალიან სიმშვიდე, ძალიან სამოთხე, აი ულამაზესი ადგილია რა, მართლა ულამაზესი ადგილია და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან არის საოცარი, მართლა, აი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობითობ და არც ახლა სასტუმროც არ არის ძალიან ძვირი რა. სხვა იმებთან შევავით, ახლა პოზიტანოსთან და იმებთან შევავით, რა 100 евро ღირდა ნომერი რა. 130 евро ხო, ის არის. თან ეგ სასტუმროა თუ რა. ნორმალური ოთახია რა და აი ჩამოსვლა
უეჭველი ღირს ხა აქ არ ვიცი ერთი კვირა როგორია ალბათ ცოტა მოსავეზრებელი იქნება. ერთი სრული დღეც სრულიად საკმარისია ჩემი აზრით, აქ რა საერთოდაც სხვა ქალაქებიდან მოდიან ხოლმე, day trip-ებს აკეთებენ, ფერით გადმოდიან. Amalfi Coast დაჟე ზოგი ყველა იმას, ანუ რაველოს, პოზიტანოს, სორენტოს და ასე შემდეგ ერთ დღეში მოივლიან და ეგ არის ჩვენ ნუ რადგანაც ჩემი დაბადების დღეა და პლუს ასეთი ტრიპი მოვაწყეთ, მაგიტო გვინდოდა რომ ჯერ ერთი დღე აქ გავჩერებულიყავით მერე პოზიტანოში, მერე სორენტოში და ყველაფერი გამოგვეცა და თუნდაც ერთ-ერთი დღით, 1-2 დღით. ამიტომ ყველას გირჩევთ აუცილებლად რომ წამოხვიდეთ. აი ეხლა ისეთი სიმშვიდე არის, თან აქ ქორწილი რო არის, რაღაცნაირად ქორწილი მაგრამ მომინდა მეც ახლა ქორწილი მქონდა ეს. სანდრო, როგორ გადავიხადოთ რა? რა ვიცი, როგორ გაიყიდება მანქანები ვნახო. აი, ყოველი კუთხე კუნჭული არის ულამაზესი, სადაც არ უნდა გაიხედო. მოკლედ, ხო, 7 ადამიანი. პოზიტანოს მონახულებას ვინც აპირებთ, აუცილებლად გირჩევთ, რომ რაველოში ერთი დღე მაინც გაჩერდეთ ან უბრალოდ დილიდან საღამომდე ეწვიოთ და დაათვალიეროთ ყველაფერი. რეალურად ერთ დღეშიც ჩვეულებრივ მოვასწრებთ, ეხლა ჩვენ ჩათვალეთ შუა დღეს ჩამოვედით და ეხლა გარეთ გამოვედით, რომელ საათზე 5:30 იყო. კი, იმიტომ რომ ეს ვილა რუფოლო უნდა ნახო, ეს ვილა ჩიმბრონე უნდა ნახო. ცენტრში უცებ გაისეგნე. ხო. ანუ ხედები არის და ეს ვაიბი არის რეალურად რა აქაურია. რაველოდანაც დავიძარით და წავედით პოზიტანოსკენ, სადაც მგონია რომ ამაზე კიდევ უფრო სილამაზე გველოდება. და წინ გვაქვს საათ ნახევრის გზა, მიუხედავად იმისა, რომ 24 კილომეტრია. ძალიან მინდა რომ ძველი ფიატი გავჩითო რა, 60 ქუჩებში ავისეირნოთ, ჩამოვისეირნოთ და ნახოთ რა იქნება გამოგვივიდეს. ხო და მეგობრებო, გავაიწერეთ ჩემი გვერდი რა, ავიდეთ 20,000 გამომწერზე და ვნახოთ აბა თუ შევძლებთ უცებასვლას 20-ზე. თან ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება, ეს დასვენება და მოგზაურობა ხო кайფია რა ჩავალთ. მანქანების ვიდეო გველოდება, ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი მანქანები. ამიტომ რო არ გამოგჩეთ, თან ზარის ღილაკიც დააყენეთ. მოკლედ Amalfi Coast-ზე რაველოდან პოზიტანოსკენ მიმავალ გზაზე და ალბათ ზოგადად ძალიან ვიწრო გზებია და ორი მანქანა ერთმანეთთან ხან გადის, ხან არ გადის და მაგის გამო მაგარი საცობია რა. რამდენი კილომეტრი იყო? სულ 20 კილომეტრი გქონდა გასავალი. ეხლა 11 დაგვრჩა და 40 წუთს ვიწერს კიდე წარმოიდგინეთ. ძალიან ბევრი მანქანა, ძალიან ნელა მოძრაობს და ფრთხილად უნდა იარო. ვიწრო გზა არის რა. გამოჩდა ჩვენი პოზიტანო. აი. ულამაზაო მე ახლა კიდევ მაგარა დამეჯახავ რა. დაევა თუ ერთ მექანიკი აიღე ავტომატურად. უგორდებოდა უძო. გადავჭი. რა? შემეშინდა. თან ორჯერ. ვერდად დაუგორდა. ვიც არცით დარაბა მექანიკა არ აიღოთ. პოზიტანო თორე აღმართებით. მომიფიცქია გული. აუ რა ლამაზია. მე ამას უკან აღარ დავუდგები, მაგრამ ნაუცი. ოპა, უში გინაცვალე. მნილება ბიჭო. მანქანას დავაყენეთ, აქ გაითვალისწინეთ, რომ გარეთ ვერცად ვერ დააყენებთ, ამიტომ ფასიანი პარკინგი ავიღეთ, დავჯავშეთ წინას წარ სასტუმროს დახმარებით და სასტუმროც აქვე არის 50 მეტრში. საგიჟეთია, რამდენი. ძალიან ბევრი ხალხია, აი, ძალიან დიდი კონტრასტი არის ამ ხრივ რაველოსა და პოზიტანოს შორის, იმიტომ რომ რაველოში ცოტა ხალხი იყო, არ იყო ესეთი გადატვირთული საერთოდ და აქ კიდე ძალიან ბევრი ხალხია. ესეც ჩვენი სასტუმრო, მოვედით, აქვე არის ეგრევე პარკინგთან და ძალიან კომფორტულია. წამოდით, ერთად ვნახოთ ჩვენი ნომერი. მოგზადით, რომ შემოვდივართ. გვხვდება ულამაზესი იატაკი. საწოლი, რომელიც საკმაოდ რბილია. და ყველაზე მთავარი მზად ხართ? 1, 2, 3, 4 და 5. ამ ულამაზეს ხედს შეხედეთ.
რა სილამაზეა. აქეთ გვერდით ზღვაც ჩანს და აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ლამაზი ხედი არის. მგონია რომ რაღაც ინტერესტიდან გადმოტანილ გარემოში ვართ და რეალობა არ არის ეს. ძალიან ლამაზი კიდე ჩემი აზრით. ხო, მაგრამ ეხლა ძალიან ლამაზია და მზის ჩასვლისას იქნება სასწაული კიდე. ერთი სული გვაქვს თავისთავად პატარა რამე და წავედით ეგრევე გარეთ. გამოვედით, გამოვიცვალეთ. ერთი პირველი რასაც გრძნობ ძალიან ბაგრაცხელა. აქ კიდე უფრო ზაფხულში აგვისტოში და იმაში იმენა ისეთ სიცხე იქნება რა. და როგორც თქვით, ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ შეხედეთ ამას. ხვალ მეგობრებო, წესით ჩვენც მოხვდებით ბოუტ ტურზე. ხო და ჯავშნილია ქალბატონლიკა. კი ბატონო. კაი ბოუტ ტური არის. წამახა გავისერნოთ. ულამაზესია მართლა აქაურობა. ტყუილა არ არის ამდენი ხალხი მეგობრებო, მაგრამ ძვირიც არის ყველაფერი. აი ეს მოპედი მინდა რა, ვიქირავთ მოპედი. ეხლა მყავდეს ჩემი ტრიუმფი აქ, რას ლაპარაკობ, მოუვლიდი ყველაფერს. ძალიან ჩამოცხა, ამიტომ გასაგვირებლად გადავწყვეტათ რომ ლიმონის სორბე ჭამოთ, სანამ ლანჩი არის გვექნება. ყოველთვის კარგი გამოსავალი გაგიდლების, თორე მართლა ისე დააჭირა რომ რა, ლიგას ფუდი კიდე კაი წავოვიღეთ, თორე წავამის თავ. იცოდით, მეგობრებო, პოზიტანო ადრე იყო, ჩვეულებრივი თევზ საჭერი ადგილი. აქ თევზებს იჭერდნენ, ისეთი ღარიბები ცხოვრობდნენ და პატარა ნავებით ვაჭრობდნენ რა. მერე თურმე ჩამოვიდნენ წერლები, მუსიკოსები ცოტა ისეთი მოაზროვნე ხალხი ჩამოვიდა და მერე ნანა მსოფლიომ გაიცნო რა. მერე ჩვეულებრივი ის ყოფილა რა ქვია. თევზსაჭერი. ძალიან გამაგრილებელი და გემრიელი რამეა რა. ლიმნის სორბე. ამოღებული აქ შეგიდან ყველაფერი და მე ნაყინია მჟავე ლიმნის რა. ძალიან გემრიელი. ეგრევე გავგრილდით ჩერილში. ავისწრებად გასინჯეთ თუ ჩამოყვალთ. არა, ამას შეხედეთ ერთი რითი მომაკითხა. ნადირი. აჭეკი ლამაზო. წავიდეთ და მოვიაროთ პოსიტანო და ამალფი. მაიკით. პოზიტანო. ვესპათი. რატო? პოსიტანო. ნელა. მარუნდა ნელა სიარო. შალალალალა. ამზე ისე ვამოვა. შალალალალა. ყველაფერი გამოვა. ლაშა არ გაუთამამდე. არ მიდის ჩემი მოტოს მერე იბედა. სტარტი. მაგრამ კაი, აღიზებს ეყო. პირველი გაჩერებაა პრაიანო, რომელიც 8 კილომეტრშია პოსიტანოდან. აუ, ამას ისე გავაზრდა. კაკას ისე დროს მოვად მზერო ჩასვლაზე დაიწე. აუ, უნდა დავლაშქროთ ამავთის თები. კაკა სად გავიჩინოთ თაგვიდაზე. აი, ჩვენ მარტო ზევით. არ უჭირს არა, მიდი ბოლომდება გარი. ვიღაც უბანში მოვედი. აი, ღვიძეთ. აი, მიდი. სად მივიდა? ის ჩალის ტურის კინო, ის ჩისტა ბელე. Sara Kergeniano. Რაღაცა ჩიხში მოვედი მეგობრებო. ივენა ნახალოვკაში გავიჩინე ზევით, მაგრამ აქედან უნდა გავახციოთ მოგზაურობა რა გვაქვს. რამწერები შემეყარა რა. აუ, სუპერები. ვაიმე, სანდრო, სახეზე შევხედე. და შეზატოლებს. რა ჯიშის წერება, ეს უნდა ჩამოგეწეს მამა. და მე ჩამოწაული მქონდა. აუ, ნახედია ძი. აპა გახედე. აი ნახეთ რა ლამაზ სანაპიროსთან გავჩერდით. ბანაობენ სიგრილეს წარმოედგინე ხაკ. არა, ჩასვლა მეზარება. დღისით მაგარი სიგრილა იქნება უოჭველი იქით რომ ძალიან ცხელა. ყველა უოჭველი აქეთ ბანაობს რა. კლდეებს შორს. ეს კი ჩვენი ნადირი, ჩვენი სტაფილოსფერი ვესპა. გადის გიჟივით 3 ვირის ძალაკ. ლიკა ფერებში როგორ უხდები? ესეც კიდევ ერთი ულამაზესი სანაპირო, სადაც ჩამოვედით. და ყველა ულამაზესია მართლა. დავიღალე უკვე. მაგრამ ამას შეხედეთ. ლიკა კიდე რა ადგილები უნდა ვნახო. ეს ბოლო გაჩერება იყო. ეხლა სადაც გინდა იქ წავიდეთ. ეხლა წავედით დასაუბრეთ всё.
ამ სილამაზე ხედზე გავჩერდით და 2 წუთში მუსიკა ჩაირთო და ხელით თხოვეს გოგოს ძალიან საყვარელობა იყო. აქ თუ წამოხვალთ, გასაკეთებელი არის ეს ამბავი. აუცილებლად უნდა აიღოთ მოპედი და აუცილებლად უნდა გაისერნოთ ამალფი კურსზე. არის საოცრება. აი მართლა გეუბნებით, ამის garaშე სულ სხვანაირი გამოცდილება იქნებოდა და ამით იყო სულ სხვანაირი გამოცდილება რა. მთლიანად შევიგრძენით აქაურობა. ძალიან ასიამონები ვართ და აქაურობას უწერთ 10-დან რამდენს გავატავალეგა? მე 10-დან 10-ს. რას გვეთქვით? ზოგადად ამ ტრიპში რო წამოვედით, რადგან ტურისტული ადგილი არის და ყოველთვის წინასწარ დაჯავშნა, ვახშმის, ლანჩის იმის ამის მომიწია. რაღაცნაირად სულ ისეთი დღეები გქონდა, რომ აი გადაბმულად ყველაფერი დაჯავშნილი, ყველაფერი დაგეგმილი და დღეს სანდრო რო თქვა, მოდი ვიქირავოთ ვესპაო და წავიდეთო, თავიდან აუმეთქი ხა რაღაცაზე დამაგვიანებთქო, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ზუსტად ეგეთი რაღაცაები ქმნის მოგონებებს, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიქირავეთ, წამოვედით, მოვიარეთ სანაპირო და სულ სხვანაირად შევიგრძენით აქაურობა. გაგიმარჯოს. რასაც გიგზავნოთ, ხა? გიბრუნდებით მეორე დილით. დღეს უკვე არის ჩვენი ქალბატონი ლიკას დაბადების დღე და ზოგადად რატოც წამოვედით იტალიაში არის ეს მიზეზი. აი ჩვენი იუბილარი boat trip-ზე მიდის. ქალბატონ ლიკა გილოცავთ დაბადების დღეს, ყველაფერი საუკეთესო, კარგი, ბედნიერ ჯამს ერთმანეთთან დააგლოცოთ. თქვენ სასუგრაბას დაესწრებით ჯამს გეჩქარები და თულად იყავით. აბა გავამართვი და მითხარი რას გრძნობ 25 წლის 24 წლის ასაკში მაპატიე. ჯერჯერობით ვერაფერს. მე სულ მაგას გეუბნები, რომ რაღაცნაირად მგონია, რომ 21 წლის რო გავხდი, იმ ასაკში დავრჩი და აღარ მემატება წლები, ამიტომ გილოცავ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, boat tour-ი გვაქვს დაგეგმილი. სადაც 7 საათი ვიქნებით. მოვივლით ამალფის სანაპიროს, რომელიც არის ულამაზესი, როგორც ხედავთ. გვექნება რამოდენიმე გაჩერება საცურაოდ, ვნახავთ საინტერესო ადგილებს, რაც სანახავი არის. ასევე გავჩერდებით ამალფიზეც, დაახლოებით 1 თავისუფალი საათი გვექნება, როგორც ვიცი. და რა ვიცი, კარგ დღეს გავატარებთ რა. გვადლობთ, ეს იყო ჩვენი იუბილარი. იუბილარს ვიდეოს მივუძღვენი, ვიდეოს TikTok-ზე და Facebook-ზე გადადით ნახეთ, ძალიან სახალისო და კარგი ვიდეოა. ამასობაში კი ჩვენ დავიძარით, იმედია გული არ ამერევა, ისე ქანაობს, ეს ნახევარდრამინა დავარტყით და წესით უნდა გვიშველოს. აქაურობა ქვევიდან კიდევ უფრო ლამაზი და განსხვავებული ყოფილა. დავბრუნდებით, ეხლა არის დაახლოებით 10 საკლია 15 წუთი და ბრუნდებით 5 საათზე რა. ან იმენა სახე მექნება ახეული, ან კაი ხასიათზე ვიქნები. ამიტომ ვნახოთ. მანამდე კი დათქვით და დაათვალიერეთ ჩვენი პოზიტანოს და ამალფის სანაპირო. ეს არის ფურორე. 35 მეტრია ეს და აქედან ხტება ხალხი 2 წელიწადში ერთხელ Red Bull-ის ტურნირი ტარდება და წკააპეგრევე ეშვებიან დაბლა. კაი მაღალი კი არის. მოკლედ ასეთი ფურორი არის ეს. საიდანაც ხალხი ხტება და თავით ერჯობა მიწაში. ჩვენთვის მოვდიოდით და აი ეს ვიღაცა მოვიდა 12 ნომერი ნავით და გავგვისვა ნავზე და ვერ გავიგე ხა ტიტანიკში ვარ თუ რა ხდება. ეხლა ესენი გაჩერდნენ. იმედია დაზღვევაში და პოლიციაში არ უნდა დარეკონ, რომ მოვიდე და აქტი დაწერო. არა, არაფერი ძმა წადიფსო. ჩვენ კაპიტანი გაგიჯებულია რა ხდებაო? არ ვიცი რა. ვერ დაგვისვენია წყნარად მოკლედ. რა? ვეჯახეთ ის კი არ და ჩვენ დავეჯახეთ? რა ხდებოდა მოყევ მე ვიწექი რა. მოკლედ სანდრო იწვანებიურობდა და ესო წევართ და ხედავ რომ აშკარად ვეჯახებით მეორე boat-ს და მეთქი სანდრო რაღაც აშკარად ვეჯახებით თუ რა შევით თქო და უცებ რა ხდა დავეჯახეთ და ანუ ძალიან ახლოს ჩავიარეთ და პატარაზე გაუსვა ასე ვთქვათ ისე დიდი შეჯახება არც ყოფილა მაგრამ აირბაგები არ გავუხსნია? ხო არა მაგრამ ჩვენი ბრალი იყო რავი ის თავის გზაზე მოდიოდა და ჩვენ მივედით ძალიან ახლოს მოკლედ არ ვიცი ველოდებით ახლა როგორ განვითარდება მოვლენები იმედია გაგვიშვებენ რა დავიძარით? შევთავ They make a movie, the name is Positano, and the principal actor is Matthew McConaughey. And the story is that Matthew McConaughey is the manager of the restaurant. The story of this boss that they find an American girl that is living in Positano, and then ძალიან საინტერესო ისტორია იყო მაგრამ ვერაფერი გავიგე აგი აქა გამისვალო მე ჩემ გზაზე მოვდიოდიო ძმო კაროჩე რაც გადავიხადეთ აქ ძმას დაუჯდება მალე არის თანხა მაგარ საჯოვანი ხა მამაურისთვის გაითვალისწინე თორე იმენა დაგვსავთო იმაზე ორჯოხიან ნავზე მოდი შეფსიხთის ხა აბა რა ბიჭო სად იყურები აი გეშენა
უბრუნდებით, ცოტა დაღლილები, ცოტა დამწვარები და მზისგან ენერგია გამოცდილები ჩვენს პოცდამში. აქეთა მხრიდან უფრო ლამაზია კიდევ რა. შეფასებით კიდევ და კიდევ როგორც მოპედით გასეირნებამ გაასწორა და ზევიდან დავინახეთ პოზიტანო და ამალფი კოუსტი, ასევე ამით გასეირნებითაც, ზღვაში გასეირნებითაც სულ სხვანაირად შევიგრძენით რა, ქვევიდან დანახული და თუ ჩამოხვალთ ისიც გააკეთეთ აუცილებლად და ესეც, იმიტომ რომ სულ სხვანაირ ემოციებს მიიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივად ჩავასვლით და დასვენებით. არა ლამაზი. დღე რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლიკავს დაბადე ჰავის აბა ჩაიფიქრე აბა გილოცავ გამომართვი ეს თქვენ ჩემგან ეს ხედი კი თქვენ ჩვენგან მეგობრებო მასეთ ლამაზი ხედია ახლა გავივლით იქნება სადმე რამე გასართობი ვნახოთ თუ არა და მოვალ დავიძინოთ ფებრუარად არა აბა დროებით მოგალთ გუშინ საღამოს გავედით ცოტა ხანი ღამე Music on the Rocks ქვია ხო იმ კლუბს ცოტა ხანი გავერთეთ ცოტა დავლეთ ცოტა ვიწეკვეთ და წავედით სახეში დავიძინეთ 2 საათზე და მებრულად თან ახალგაზრდულად დღესდღეობით დანახოთზე ყოფილიყავით და ლიკოს დაჯოშნილი ქონდა cooking class ძალიან ლამაზ ადგილას და გავაკეთოთ აქაური საჭმელები თან ვისწავლოთ და თან სასწაული ხედი არის და თან მათივე ბაღიდან უნდა დავკრიფოთ ინგრედიენტები. ესეც მათი ბაღი, საიდანაც ინგრედიენტებს დავკრიფავთ და როგორც ვიცი ძალიან ფრეში იქნება ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალ დაკრიფილი იქნება შესაბამისად. ყველაფერი სასიამოვნოა ჯერჯერობით აქამდე რასაც ვაკეთებდით და ასევე გრძელდება. ესეთი აქტივობებით ძალიან სიღრმისეულად ნახულობთ და ტურისტად გრძნობთ თავს რა და უფრო აი იაზრებთ სადაც ხართ რა მე მაგას მივხვდი რომ თუნდაც იქ რო გავისეირნეთ მოპედით მე იმით კატერით ისე ახლა რაღაცას ესე მოვამზადებთ საბოლოო ჯამში ძალიან კაი და დასამახსოვრებელი მოგონებები გამოგვდის რა ახლა ვიდრე ჩამოხვიდე და მარტო გახვიდე ჭამო და ისვენო ზღვაზე გახვიდე და ასე შემდეგ ამიტომ ნახოთ აბა ბოლოში როგორ მოგვეწონება და იმის მიხედვით უკვე გირჩევთ ესეც უნდა გაითვალისწინოთ თუ არა თქვენს ტრიპში We are in Amalfi. Amalfi Heaven Gardens. Buongiorno. Buongiorno. რა ხედზე უნდა მივირთოთ ამას შეხედე. Master Chef მოემზადეთ. გიხდება ხო იცი? აბა უნდა ვაჩვენოთ ახლა კალას. ნეს რა უნდა ბიჭო ღვინოში. მოკლედ ყველა სხვადასხვა რაღაცას აკეთებს რა. ჩვენი აშკარად ლობიოა. რას ვაკეთებთ ნახოთ. Let's go წავიდე. Scap. მაიცა ზა მე ოროს ჭრინა. Bravissimo. Easy work. აბა თან არის წინ რა საჭმელებს ვაკეთებ. ლიკა ძმა. ერთით მინუსი შენ. Oh, it's for us. This the whole piece. Oh, nice. Birda-birია თუ რა? ნახევარ მთვარე. Birda-biri იცი რა არის? რა? Birda-biri იცი რა? ეს რო ჭრიან იმას. ეს ბავშვობაში მე და ბაბუა ჩანს ვიდექი და მორებს ხელხავდი. ახლა კი დროა რომ დავასერვიროთ ჩვენი სალათი. საქართველო ოილაზა მაგარდია. დანარჩენი მონაწილეებიც გადიან უკვე ბოლოში და კარგად ართმევენ თავს, რასაც უყურებ და ძალიან გემრიელი სუნები ტრიალებს მოკლედ ჩვენს პატარა სამზარეულოში. აბა ნელა ველოდებით უკვე დაგემოვნებებს. ვნახოთ რა იქნება. სუფრაც ნელა იშლება. ლიკამ რა გემრიელად დაჭრა და რა ლამაზად ლიმონი ნახეთ თან ისეთი გემრიელი ლიმონია წეგან გაუსინჯე და ძალიან არომატულია აი ძალიან ეხლა რაღაცა მარილი უნდა მოვაყაროს ეს დაასხას ოი ოპა მარილი მოვაყარა ოლივ ოილი მიდი არ დაინანო მიდი ტიტნა
Menta. How do you say mint in Georgian? პიტნა. Pitna. Yes. ოი მე რასუნია. მგონია რომ Master Chef-ში ვარ. სტარტერების და რაღაც გემრიელობების მომზადებას დავასრულეთ და ახლა გადავედით უკვე მისართმევად და ვნახოთ აბა რა მოვამზადეთ. ყველა კერძი იყო ძალიან არომატული, გემრიელი, აი უგემრიელესი და თან ამხედზე, ხო საერთოდ აი რა ვიცი. და თან ეს კლასი იმიტომ ავარჩიე, რომ 5-დან 5 შეფასება ქონდა, ძალიან იშვიათი არის და ხო ხვდები რატომაც. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი სტარტერებიც მივირთვით და გადავედით იტალიის სიამაყე კერძის ნიოკის მომზადებაზე. ნიოკი არის პატარა ცომის გუნდები, რომელიც ხშირად პასტა გონიათ, მაგრამ სინამდვილეში შედგება 3 მთავარი ინგრედიენტისგან: გატარებული კარტოფილი, ფქვილი და კვერცხი. როგორც იტალიელებმა გითხრეს, უნდა მოხარშოთ წინადღით და გააცივოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბლენდეროთ, უნდა გაატაროთ. ჩვენმა შეფმა ასეთი მთა გააკეთა კარტოფილის, ფქვილიც დააყარა და კვერცხიც ჩაუშვა შიგნით. შემდეგ ცოტა პილპილიც უკნა. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურია, ამოურია და ნიოკის ცომის გაკეთებაც დაიწყო. ჩათვალეთ იგივე საყურებელია რა პურის ცომს რომ აკეთებ. კარგად დაამრგვალა, აბურთავა, აქეთ იქით გადაწია, გადმოწია და ეგ არის. ჩვენი ნიოკის ცომიც მზადაა. მთავარი კიდევ ერთი თემა ისაა, რომ დააგდებთ ქვევით, ბევრი ბზარი არ უნდა გაიჩინოს. ხო და კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი, თითს რომ ჩააჭერთ, უკან არ უნდა ამოვიდეს ცომი. ამის შემდეგ ასე დააწვრილა კალბასივით, დაჭრა ნაჭრებად და გადმოგვიგდო. Guys, Alessandro is the Italian Babe Ruth. აუ იმენა მენიოკე ვარ სი. ეგრა. აი ეს შუაში რაც რჩება არის соусისთვის, რომ соуსი დაიჭიროს. Hey, 10 out of 10. Nice. Very good. Look boss. No, that's not true. შეხედეთ რა ამაზე. ეხა ჩავყაროთ და დაგიბრუნდებით. Aiza. Agala. Accosta. A saluda. Eghi. Non dost. Saluda Alessandro. აჰა, დიპლომებიც დავითრიეთ. ჩვენი cooking class-იც დასრულდა, მივდივართ ახლა მანქანისკენ, აი მართლა უმაგრესი დრო გავატარეთ, ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო, დარწმუნებული ვარ, რომ სულ გაგვახსენდება ხოლმე ნასიამონები ნაჭამი გემრიელთან და ახლა უკვე ვაგრძელებთ გზას სორენტოსკენ, მივიდეთ ახლა მანქანასთან და გზაში განახებთ ულამაზეს კადრებს. მშვიდობებით პოზიტანოს. კი ბატონო. ალბათ აწუყვე ამალფის. ალბათ დიდი ხნით როდის მოხდებით ახლა როდის. ხო. მაგრამ მინდა რომ კიდე მოხდე აქ ცხოვრება. ძალიან კაი, აი სხვანაირი აურატრიალებს აქ რა. ჩვენ ისევ იტალიაში ვართ და თქვენ ნახავთ. კაპრის, რომს და ტოსკანას. და საიდან ვიწყებთ? კაპრიდან. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კაპრიზე, მაგრამ აქ როგორ გადმოვედით, ახლა ვენახავთ. გუშინ ხო ჩამოვედით სორენტოში. უკვე გვიან იყო თან მაგარი დაღლილები ვიყავით, ამდენი საჭმელი ვაკეთეთ ბოლო და ქალაქში გასერნების ნაცვლად შევედით და ეგრევე დაგვეძინა რა. მოგეთ ეგრევე დაგვეძინა და დღეს დილით კაპრიზე გადავდივართ. 7 საათზე იყო აქ მოსვლა, რა იყო ენა ხაშია, ეხა ისე მეძინება რა ვიცი. წესით ძალიან ლამაზია იქაურობათ სორენტოსაც ვეცდებით დაგათვალიეროთ უკან რო გადმოვალთ. ეხლა უნდა გადავიდეთ, რამდენი ხანი ვართ იქ? 7 საათი არის სულ ტური და კაპრიში 3 საათი გვექნება თავისუფალი. მოკლედ კაპრიშიც გავისეირნებთ რა. ხო, დღეს კაი ზღვა, იმედია ჩავხტებით და ვიბანავებთ აქაც. ამბავ ნახოთ კაპრი. აქეც ნახოთ აი აგერან. გამოჩნდა ჩვენი კაპრიც.
მოგვიყვანეს აქ რა გამოქვაბული არის, სადაც წყალი შიგნით არის, აი ძალიან ცისფერი რა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევდივართ, იმიტომ რომ წყალი აწეულიაო და უნდა დაველოდოთ დაიწევს თუ არაო და რავი, ახლა როდის ეს დაიწევს, რომ ან შევიდეთ, ეს გაიგებ. ველოდებით ახლა რიგს უკვე, მოვაჩვენე რიგი, იქ უნდა მივიდეთ, აქ შესვლა ჯდება 18 евро კაცზე, ორ ბილეთს ვიყიდით და შევარდებით შიგნით. გეწოდა? კი, ძალოვანზე იყო შიგნით ისეთი რაღაც საოცარი ფერი ქონდა. კაუდონლიგა. მზად ვართ ვიპოვოთ განძი კაპრიზე. კი ბატონო, აი აქ უნდა წავიდეთ, ეს არის პირველი გაჩერება, საიდანაც ფუნიკულორი არის და ცენტრში მოვხდებით 7 წუთში. აი კაპრის წვერზე უნდა ავიდეთ და გადმოვიხედოთ ფუნიკულიორიდან. მოკლედ დაიწყო ჩვენი კაპრის ტური. ეხლა არის რომელია საათი ლიკა? ეხლა არის ალბათ 10:09 ნახევარია. 8:10 ნახევარია და უკვე ნელ-ნელა ხალხი იმატებს. ხო, აქ გვაქვს ეხლა 3 საათი. მერე შევალთ უკვე სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა გამოქვაბულებში, რასაც დაგვეთვალიერებინებენ. მეორე მხარესაც მოვინახულებთ და კაპრი იყოფა ზოგადად ორ ნაწილად, ხო? ანაკაპრი და კაპრი რა. ეხლა ჩვენ ვართ კაპრიზე. მერე 3 საათი რო გავა, ისევ აქ შევიკრიბებით, გადავალთ ისევ ბოუთზე და მივალთ მეორე მხარეს, ანაკაპრის მხარეს. სად არის ეს ფუნიკულიორი? აი ეგრევე წერია რომ აქედან აქამდე მივდივართ ფუნიკულიორით. ნახე ჯერ ერთი გაჩერება აქ არის ალბათ და მე აქედან ადის ზევით რა. ეს არის ცენტრი. ცენტრამდე ფუნიკულიორი გდის? ცენტრამდე. ანუ უეჭველიან ტაქსთან ავტობუსს ვიყავით. მე მგონა შეგვეძლო რომ ფუნიკულიორით ავსულიყავით ბოლომდე რა. ნელ-ნელა იმატებს აი ხალხი, მაგიტომ მოგვიყვანეს ეგრე დილით. რა გემრიელია ყველაფერი რა. კაპრიზე რასაც უყურებ, ბევრად ლამაზი ზღვა არის და ბევრად სუფთა. ულამაზესია მართლა რა. ესეც აუგუსტონის ბაღის შესასვლელი. ლამაზია ძალიან აქაურობა. რაველოს ბაღის მერე მე აღარაფერი აღარ გამიკვირდება, მაგრამ ამას სხვა ვაიბი მოაქვს რა. ეს თითქოს ძალიან თბილი, დაბლა სანაპიროსთან, ტროპიკული იმასავით არის რა ბაღები. კიდევ კარგი პროსტა მოვედით ძალიან დილით. იმას კი ვეჩხუბებოდი, კაპიტანს ეგრე დილით გამოსვლა რა არის თქო, მაგრამ ამას შეხედეთ უკვე რამდენი ხალხი მოვიდა რა. საგიჟეთია ჩვეულებრივ. ჩვენი კაპიტანიც ბრუნდება და ჩვენც ბრუნდებით ბოუთზე. მე მგონი გავჩერდებით სადმე და ვიცურავებ ნახოთ. მოკლედ არ ვიცი რის ბრალი იყო. უკვე ვიყავით ბოუთ ტურში თუ ისჩობდა, მაგრამ თითქოს რა ვეღარ ვიკაიფე რა. მართლა ლამაზი იყო ძალიან კაპრი გარშემო, მაგრამ აი მასზე ყოფნით რა, კადარზე ყოფნით ვეღარ ვიკაიფე. ერთს რომ მქონდა მოვსულიყავით თან მაგრაც ხელოდა. ძალიან მაგრაც ხელოდა, ლიკამ ვერც გაიხადა, ვერაფერი ივენა ესე იწვა ნავზე და პატარა დაიწვა მაშინ რა. მოკლედ გუშინ კაპრიდან რო გადმოვედით, ძალიან დაღლილები ვიყავით და რაღაცნაირად მოგვინდა რომ კამერების გარეშე დაგვესვენა სორენტოში ერთი საღამო და მართლა ძალიან კარგი იყო. თან უცებ მაინც მოგვინდა კადრების გადაღება და სად რომ ტელეფონით გადაიღო. ერთი დღე მეთქი ივენა კადრების გარეშე გავიდეთ. თორე ყველგან აი ხან ესე TikTok-ის, ხან YouTube-ის და ხან მომენტში იცით როგორ ვიყავით, რომ აი ტელეფონიდან უყურებდით რა ყველაფერს და მე უცებ მივხვდით რომ შეიძლება რომ ტელეფონი ჩადო, კამერა ჩადო და ისე დაათვალიერო აქ. ვიფიქრე მეთქი
აი სორენტო არა, რა უნდა იყოს განსხვავებული თქმა, რა, აი მართლა ძალიან ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა. 16000 კაცი ცხოვრობს სულ, წარმოიდგინეთ, პატარა ქალაქია და ისეთი მოვლილია და ისეთი აი კუსკუსა ქალაქი არის, აი რო დაგუგლოთ ინტერნეტშიც. რა ვიცი, კამერა ხო დავტოვე და ბოლოს ეს ლამაზი იყო, ტელეფონით ვიღებდი მაინც კადრებს გვერდულად რა. თან აქედან ეგრევე სორენტოდან ნაპოლი ჩანს, ნაპოლის მთა ჩანს, ვულკანი ჩანს, რა ქვია მაგ ვულკანს? ვეზუვის ვულკანი ჩანს, რომელმაც პომპეი გაანადგურო. კაპრიც ჩანს და ნუ მოკლედ, არ ვიცი, ძალიან რაღაცნაირი კუსკუს, ამ ყუდრო და საყვარელი ქალაქი ძალიან არის. მაგარ სასტუმროში ვიყოთ. ან ძალიან მაგარ კი არა, ჩვეულებრივი ოთახი იყო. 2 ნომერი ქონდა კაც რა, როგორც ოთახები რა, სასტუმრო არის ხო რა. მაგრამ იმდენად კაი კაცი იყო, იმდენად საყვარელი ადამიანი იყო, აი თუ ჩამოხვალთ აქ, იცით რომ მაგ ადამიანთან მიხვდეთ, იმიტომ რომ ჯერ ბარგი მატრევინათ, ეგ ამიყვანა, მე ყველაფერი მითხრა. მე რესტორნები მითხრა ყველაზე კაი და გუში ვჭამეთ თან ყველაზე გემრიელად, მე მგონი რაც იტალიაში ვარ და ამ კაცმა რო გვირჩია თან და თან ისეთი კარგი ფასები იყო. ჩეკს ჩავდებ პროსტა იმდენი ვჭამეთ, იმდენი ვჭამეთ მედალიკამ და სულ გადავიხადე მაქსიმუმ რა 90 евро გადავიხადე, მაგრამ ძალიან ბევრი ვჭამეთ და ძალიან გემრიელად. წყალი, 2 აპეროლი, ნიოკი, ბოლონეზე, 2 პიცა, 2 დესერტი. ანუ იმდენი რაღაც შევუკვეთეთ ხალხო და აქამდე აი პოზიტანოში, რაველოში, სადაც ვიყავით რესტორნებში, ნუ ოდნავ ცოტა უფრო ძვირიან რესტორნებშიც ვიყავით, მაგრამ არ ვიცი, 2 კერტს ავიღებდით, ერთ სტარტერს და უკვე 150 евро ჯდებოდა და აქ კიდე რავი 90 დაგვიჯდა ხო ყველაფერი და ღორებად გრძნოდით და წინ რაღაც ავიღეთ. ბოლოს იმენა მიმტადმა თქვენთვისო მომსახურების აღარ იქნება განსაკუთრებით. ეხლა რომში მივდივართ. და მე ტოსკანაში. ანუ ხალხო კილოგრამები მოვიმატეთ, მაგრამ იტალიაში არ ვიტყვით არაფერს. Che confusione. მოკლედ ახლა წავედით რომი და ტოსკანასკენ. აბა, წავედით პანკეიკში. ესეც ჩვენი რომი და ჩვენი კოლიზეუმი. ძალიან მაგრად ცხელა და წამოაბა შიგნიდანაც განახოთ. აი მეგობრებო, ეხლა მე ვდგავარ ძველი რომის გულში. ეს იყო ძველი რომის გული მართლა. აქ წყდებოდა იმპერიის ბედი. აქ გამოდიოდნენ იმპერატორები, აქ მიდიოდა ვაჭრობა, რა ვიცი, სენატორები, მხედართმთავრები. აი აქ მიდიოდა ყველაფერი რა, ჭამასმა, პოლიტიკა, გარჩევა, რამე. აქტიურობა, ხალხი. აქ წარმოიდგინეთ, ეხლა უცებ 2000 წლის წინ რა ხდებოდა და რამდენი ხალხი ერეოდა ერთმანეთში რა და როგორი ისტორია აქვს აქაურობას. მოკლედ ფორუმი დღევანდელიანით რომ ავხსნათ იყო ქალაქის ცენტრი რა. მე ქალბატონ ლიკასის ცხელა ქოლგაგაშალა. არა და დილით წვიმდა მაგის გამო წამოიღო და აუ ისე ცხელა რომ ესეთ ადგილებში არ უნდა წამოხვიდეთ როცა მაგრად ცხელა. თან იმდენი ხალხია მართლა. საფხულში უნდა წახვიდე მარტო ზღვაზე ან მთაში ძმაოსო. ესეც ციცხეში არც კოლიზეუმი მინდა და არც არაფერი. ლამაზი კი არის ძალიან და ისტორია აქვს ღამხელა. ესეც ჩვენი ტრევის შადრევანი, შუაში ზღვის ღმერთი ნეპტუნი. სხვადასხვა ძალიან ლამაზია. ხალხი დგას და მონეტებს ისვრის. კი ბატონო და ქვემოთ ჩასვლა ახლოს ვისვა თუ გინდა 2 евро ღირს, მაგრამ როგორც ვიცი 9 საათამდე უფასო არის და მერე ღამე არის უფასო, მაგრამ ეხლა წერია რომ ბოლო შესვლა 9 საათზე არის აღამოს და რანაირად ამ შადრევანში იყდება მოკლედ ერთი დღის განმავლობაში ესე რა 1 ევროთი 2 ევროთი 1000 евро იყრება ყოველ დღე და მე როგორც ვიცი მედის ქველმოქმედებაში რა ძალიან ბევრი ხალხია ძალიან ბევრი ყრის ერთი მონეტა ნიშნავს რომში დაბრუნებას 2 მონეტა ნიშნავს სიყვარულის კონას 3 მონეტა ნიშნავს დაქორწინებას მეორე და მესამე არ გჭირდება პირველი რო გითხრა ხა რომში კიდევ ერთხელ მინდა თქვი კი მაგარია მაგრამ რა არის ალბათ თუ დავბრუნდებოდი რომში დავბრუნდებოდი ცოტა გრილ თვეში იმიტომ რომ აი იმდენად სიცხე იყო შუა დღეს და დილითაც ანუ მზერო აჭერს იმდენად სიცხე არის და იმდენი ხალხია რომ აი ვერ ირგებ რა აი თითქოს შეწუხებული ხარ და უკვე ვეღარ უყურებ იმ სილამაზეს ვეღარ აღიქვამ ისე როგორც უნდა აღიქვა
ამიტომ ჩემი აზრით, აი ესე დიდ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი არის, უნდა იარო შემოდგომა გაზაფხულზე მაქსიმუმ. წარმოიდგინეთ, მდებარეობს შუაგულ რომში და არის ცალკეული ქვეყანა. თავისი მმართველობით, თავისი მთავრობით, ერთი საზღვარი არ არის, ისე გადადიხარ რა. დღეს არის უკვე ჩვენი მე-11 დღე მოგზაურობის და ცოტა ნელ-ნელა დაღილობა იმატებს. უფრო რომში დავიღარეთ ჩემი აზრით. რომის, მაგრამ ბოლო დღეებში, ბოლო 2 დღე მე მივხვდით, რომ თურმე ელექტროსკუტერით უნდა, სკროლით უნდა ვიაროთ. გვიან მივხვდით, მაგრამ ჯობია გვიან ვიდრე არის. ტაქსშიც არ გვინდა ფულის გადახდა, იმიტომ რომ იმენა 3 კილომეტრზე 15-20 ევროს წერდა და ფეხით დავდიოდით ხოლმე 9 საათიან გზა წადი ფეხით, მერე წამოდი ფეხით ისა და საბოლოოში მოდი მეთქი ერთი სკროლს მოვახდეთ და რომ მოვახდით იმენა 5 ევროში. წამოვიდა ვიარეთ. თან ძალიან სასიამოვნო იყო, გამაგრილებელი. ორივე ერთ სკუტერი იმაზე ვიდექით თან სკროლზე და შვენივრად ერთი რომში რაც ვიყიდე არის ძალიან კარგი ჩვენი სათვალეები. მოიცა განახოთ. რაღაც სანსაცმელებიც დავითრიეთ და ეს კამერა ვიყიდე რა. ეს YouTube-ის ფორმატში არის, მაგრამ იმას იღებს ეს დააჭირდა დაიწყებს გადაღებას. ამიტომ მეგობრებო, გამოიწერეთ სანდროს გვერდი, დააყენეთ ეს არის ხილაკი, გააქტიურეთ ყველაფერი, დაწერეთ კომენტარები, დალაიქეთ, გადაშერეთ და დასკრინეთ უბრალოდ სიყვარულით გვიყურეთ რა. ფოტო დაკიდეთ კიდევზე რა აქვს არის ყველაფერი საჭირო, უბრალოდ ხარდამჭერა არის. ხარდამჭერის გამოხატვა. და ეხლა რა მივდივართ ყველაზე საინტერესო ადგილას, ვიდეო ჯერ არ დამთავრებულა. მივდივართ ტოსკანაში. ეხლა კი ტოსკანაში ქალბატონ ლიკა გავამართ რაშო? რა. ისწავლის მექანიკის დარებას. მეთქა გატარები. რაშო? 8000 წლის წინ კაი გამახსენა. კაი ეს არის ტორმუზი. ეს არის გაზი. ეს არის ციბრიანია. ყველაფერი იგივე. უნდა დააჭირო ჯერ ცეპლანიას, რომ სიჩქარეში გადარჩა. პირველი სიჩქარით იცი. კაი ჯერ ცეპლანიას დააჭირე. ამას? ხო. პირველში ჩააგდე. პირველში ჩააგდე. რა გინდა მითხარი როგორ? მესამეში აგდე. პირველში. მესამეში რანაირად მოგდება აქ ჩავალი. აი აქ ჩააგდე, ეს მესამე. და მე რა ვიცი სად არის? ხედავ? და აქ შუაში ვარ მე? ხო. ხო. ეხა ცოტა აი ძალიან ნელა უშეცებლანია. ხო ვიცი, ხო უნდა გადავეჭერო. ტოსკანას. ძალიან ნელა უშეცებლანია. რომ ბოლომდე არა უშე, ნელა უშე და მიხვდები რა შევა მანქანა. და ტორმუზეც მაგ დაჭერილი. ტორმუს აუშე. აუშე ხო, всё. და ვაფშე აუშო? ხო. ტორმუს როცა აჭერ. ხო. უნდა დააჭირო, აი ტორმუს დააჭირე ნელა და ნახე რა ზავს მანქანა ბოლომდე არ დააჭირე. ეხლა ფარტხალს რო ეწერ. მე ეხლა ცეპლანიას დააჭირე. ბოლომდე? ხო. ეგრე ჩერდება. მეგობრებო, ნივა გაიჩნდა იტალიაში. საიდან მოხდა აქ ნივა, ჰა? ლიგა. სასტუმროში მივედით, ბარგი დავტოვეთ, სასტუმროს დაგეთვალიერებინებთ, მოგვიანებით და მოვედით ეგრევე ქალაქის ცენტრში, რომელსაც ქვია მონტეპულჩიანო. პულჩიანო. ძალიან მაგრად მაგონებს აქაურობა კახეთს რა ზოგადად განახეთ ახლა.
ტოსკანას ხედებს და მაგრაგავს ალაზნის ველს და ეს ქალაქები ძალიან გავს თელავს სიღნაღს, რაღაც ისეთი ქალაქია რა, პატარა, ძველი, ესეთი ვიწრო უბნებით. და აქ არის გადაღებული Twilight-ის New Moon. მე არ მაქვს Twilight-ს ნახე, თუ გაქვთ ნახე, დაგვიწერეთ აბა და განახებთ იმ ადგილებს, სადაც გადაღებულია და თუ ვიცნობთ. მოკლედ ზოგადად ეს მხარე რა, ტოსკანა და მე კიდე უმეტეს ეს ქალაქი არის ძალიან ცნობილი ღვინით რა, იტალიაში პირველ ადგილზეა ტოსკანა რეგიონი, როგორც კახეთი არის საქართველოში, ეგრე აქ ეს. მაგრამ ანუ ღვინო ძალიან მშრალი იყო რა, იმიტომ კახეთი ჯობია ყველანაირად. მაინც ვიპოვეთ ჩვენი საყვარელი ღვინო. თეთრი, მშრალი. ეხლა ჩვენ ვართ ქალაქ პიენცაში და თეთრ ღვინოს. ცრემლებზე რა სამოვდი? მე ვნახე ვიდეო, რომ ცრემლებს რო იკეთებს ოჭიქაძე ღვინო, ესე იგი კარგი ღვინო არისო. აბა მიხართ ღვინის ექსპერტები და მოყვარულები. ეგრეა? გველაპარაკება. ეგრეა, რასაც ლიკამავს, აი ნახეთ როგორ გელაპარაკებათ. აბა გაგიმარჯვეთ ყველას. საქართველოს გაუმარჯვეს ტოსკანაში. კაი. ამ ადგილს ქვია Agri Turismo Poggio Covilli. ძალიან ლამაზი ადგილია მართლა და ძალიან გაშლილი და მოვლილი მდელოებია რა. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, ძალიან ბევრი ღვინოს მიირთმევს. კახეთია რა, უფრო მოვლილი, უფრო გაფრთხილებული და ალბათ უფრო ნაკლებ ომ გამოვლილი ადგილია. მე არ ვიცი ტოსკანას ისტორია, მაგრამ კახეთის ვიცი. უბრალოდ ჩემი აზრით ცოტა უფრო სიასაკის ადგილია რა, ეხა მე ამალფი კოუსტზე და იქით სადაც ვიყავით დასასვენებლად რაღაცა საგულავთ იმის სამისთვის, მაგრამ აქ უნდა ჩამოხვიდე, თუ გიყვარს ღვინო, თუ გინდა რომ გაჩერდე და აი ბუნება შეიგრძნო რა. საოჯახოდ ოჯახებისთვის, ცოლ-ქმრისთვის ძალიან მაგარი ადგილებია. იდეალური ადგილია დასასვენებლად. აქ მოვედით, ახლა ლიკას ფოტოები უნდა გადავუღოთ. ვაუ, რა კაბა, ვაუ. თან ჩემი ახალი კამერა მიკეთია უკვე. ამასაც ვიღებ და თავიდან რომ მოვედით იმდენი ხალხი იყო რიგში, მეთქი რა ხდება და ეხლა მარტო მედალიკა ვართ. ჩვენ კი მეგობრებო, ეს საღამოღა დაგვრჩა იტალიაში ამ ტრიპზე და ბრუნდებით უკვე საქართველოში. ახლა კი ბოლო საღამოა მეგობრებო ამ ჩამოსვლაზე იტალიაში და წავედით ამა ვივახშმოთ. ლიკა ჯორბანაძე ვნახა რაღაც რესტორანი და იმედია გამართლებს. მოკლედ მეგობრებო, მედალიკას გვაქვს ჩვენი შეფასების კრიტერიუმი რა და დესერტებზე ეხლავე ამოვა ეკრანზე, რასაც ვფიქრობთ მედალიკად. ზოგადად როცა რამე არ მოგწონს, ასე ვაკეთებთ ხოლმე, ნახეთ. აქ თუ მოხვალთ, ესენი არ ჭამოთ. ეს ღირდა 20 ევრო თუ რა. და ეს მურას რომ მოვიდა, იმენა რამხელა ეს არისო ჯამიო და დაარტყევქვით. ეს მეგონა რომ შოკოლადი იყო და თეფშია ძმა. მოკლედ ეხა გავისერნებთ. რაღაც გავისერნებთ, წავალ სახლში დავიძინებთ და ხოლმე და რო ჩავლაგდებით გზაში დაუბრუნდებით. მოვიდა ის დროც, როცა მივიდივართ უკვე საქართველოსკენ, ჩავლაგდით. ესეც ჩვენი სასტუმრო, რასაც თუ მოგეწონა სასტუმრო. კი რა, კაი იყო.
მაინც ეზო მაგარი დაუცოლიერებინა. არის. უკ პატარა ბასენი გქონდა, ესეთი წყნარი ეზო იყო, იქით იყო სასაუზმო და აქ ჩვენი ვენახი. ახლა კი უნდა ჩავალაგოთ ბარგი, გავეშუროთ რომისკენ, რაც შეეხება ჩვენს Peugeot 2008-ს. აქამდე იმიტომ არ გადავიღე ვიდეო, რომ ჯერ კარგად დამეტესტა. საბოლოო ჯამში ვიარე დაახლოებით 2000 კილომეტრი. იყო სულ ახალი მანქანა რა, 1000 კილომეტრი ქონდა სადღაც გავლილი და ეხლა აქ 3000 რაღაც რა. იმიტომ არ გადავიღე მანამდე, რომ კარგად გამეტესტა და ჩვეულებრივი ახალი მანქანა, 1 და 2 ძრავი აქვს ტურბო. ქალაქში რაც გჭირდება და ქალაქგარეთ ყოფნის სწრაფად მაინც ვერ დადიხარ, იმიტომ რომ პოლიცია ყველგან და კამერები და ჯარიმები და ასე შემდეგ. 1 და 2 ძრავი ახალი მანქანისთვის ტურბო არის და ნორმალურად დადის. რა თქმა უნდა, სწრაფი არ არის, მკვდარი ძრავია, მაგრამ ეკონომიურია რა. 100 კილომეტრზე დაწვა მთლიანობაში 6 და 3. ამიტომ ვისაც დაგჭირდებათ მანქანის აღება, ბარგიც ნორმალური აქვს, 2 კაცისთვის 4 თუ ჩამოხვალთ თავისი ესეთი ჩემოდნებით, ვერ ჩაეტევით რა, განახებთ ეხა როგორი საბარგული აქვს. ესეთ საბარგული აქვს რა, ჩვენ გადაწეული გქონდა ერთის კამე, რომ მეორე ჩემოდანი ჩაგვედო. შვენიერი კროსოვერია, რაც შეეხება ფასს, დამიჯდა დაზღვევის გარეშე 40 ევროდან დაზღვევით ჩდება 70 რა. ორ კვირაზე გადავიხადე 1050 евро მოკლედ. ჩავალაგოთ ეხლა და გაუბეროთ თორე ვაგვიანებთ. აი რაც გჭირდება მოგზაურობისთვის ყველაფერი აქვს. ეკრანი აქვს, CarPlay აქვს. ესეთი დეშბორდი აქვს, ელექტრო. აი წვას ხედავთ 6 და 2 არის. 360 გრადუსი კამერა აქვს, start stop-ი აქვს. ეს საჭის ფორმა რა ვდიდა და არ მომწონს, მაგრამ არა უშავს. და მექანიკა რა. 14 евро მოვიწი. 14 евро. რამდენი კილომეტრზე? 200 კილომეტრზე რა. კარგი, როგორც ბენზინში ასხავ, ისე გზაში ციხდი ერთი ვაგდებს.